ქრისტე მოვიდა ცოდვილებისთვის, რომ ამ ადამიანების ცოდვები საკუთარ თავზე ეტვირთა, აიღო საკუთარ თავზე ამ ადამიანების თვირთი, აცოდვები აიღო საკუთარ თავზე და ესენი განეკურნა. ამიტომ მოვიდა ქრისტე. და შენ თუ ქრისტიანი ხარ და შენ თუ ეს ყველაფერი გესმის, ტრობა რა, ტრობა ხო ცუდი საქციელი, ანუ ცოდვილი მდგომარეობა ამ ადამიანისა. და შენ უნდა შეძლო რომ ამ ადამიანს შეეწიო და დაეხმარო და მისთვის ილოცო და მას თხოვო რომ რაღაცნაირად ღმერთი მას შეეწიოს და ღმერთი ამ ადამიანს დაეხმაროს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამის გათავისება და ამის გააზრება. უმნიშვნელოვანესია ეს. აი წმინდა გაბრიელ ქიქოძე ამბობს, წარმოიდგინეთო თქვენ ახლა უბრალოდ თქვენ გონებაში დაუშვით რომ ადამიანი რომელიც შენ მკტრობსო და შენ რო გეწინააღმდეგებაო და შენ მის მიმართ რო სიყვარულს რო გამოიჩენო, სიყვარულს რო დაახვედრებ ამ ადამიანსო და ნენელა შენი სიყვარულიო მის გულსო რო ალბობსო და რომ მოლდება მისი გულიო და ის შენი მოყვარედ რო გადაიქცევაო, წარმოიდგინე შენი მტერი. შენ რო სიყვარული დაახვედრო, შენ რომ მტრობას მტრობით არ უპასუხე და შენ რო სიყვარული დაახედო, შენ ხო ღმერთსო კიდევ ერთი შვილი დაუბრუნეო. შენ ხო შეძლიო რომ ღმერთს კიდევ ერთი შვილი უკან დაუბრუნე შენი სიყვარულით, შენი საოცარი მაგალითი, შენ რო ქრისტიანობის მაგალითი მიეცი ამ ადამიანს, შენ მაგალითმა ამ ადამიანს ისე ემოქმედა რომ მისი ცხოვრება თელი არსებით შეიცვალა. და შენ ერთი ადამიანი გამოასწორე ღვთისწინა, შენ ერთი ადამიანის ცხოვრება შეცვალე. მტრობით კი არა, სიკეთით შეცვალე. გახსოვთ აი რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია. ეს ქართველებს ეს თელი არსებით გვესმოდა, იმიტომ რომ ქართველები სულ ამ ბრძოლაში ვიყავით, სულ გვებრძოდნენ სულსა და ქართველ კაცულ ქრისტიანული აზროვნება ჰქონდა. ის ქრისტიან აზროვნებაში ცხოვრობდა. ქრისტიანული აზროვნება იყო მის უმთავრესი რამე. ამიტომ ის სულ ესე ხედავდა, მან იცოდა რომ რასაც მტრობა ანგრევს, იმას სიყვარული აშენებს, იმას სიყვარული ამშვენებს, იმას სიყვარული ალამაზებს, იმას სიყვარული საოცრად გარდაქმნის ამ ყველაფერს. და ეს სიყვარულით რო გარდაქმნა, ჯერ შენში უნდა იყოს ეს სიყვარული. შენში უნდა დამკვიდრეს ეს სიყვარული, აი სწორი და მართალი სიყვარული უნდა ისწავლო, სწორი და მართალი სიყვარული.